საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და რაიდე აბრამიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში გახსნილად გამოცხადდა. ტურნირი მეხუთე წელია ტარდება. გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი და ჭიდაობის მოყვარულები დაესწრნენ. სანამ მოჭიდავეები ტატამზე ადგილებს დაიკავებდნენ, ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შესრულდა. მინდა უსურო რომ ძალიან ბევრი ღირსეული ქართველი და მამულიშვილი გაზრდილიყოს და ესეთი ღირსეული სპორტსმენები როგორიც ბატონი რაინდია დარწმუნებული ვარ რომ ქართველები გენეტიკურად იმდენად ნიჭიერი ადამიანები ვართ რომ ძალიან ბევრი ესეთი ახალგაზრდა სპორტსმენი გაიზრდება რომელიც არა მარტო ჩვენ ჭიათურას მთელ საქართველოს აამაყებს და რა თქმა უნდა მსოფლიო ასპარეზზე მათი სახელი წაიწევა და გავა. ახალგაზრდა ქართველი ფალავნები არიან ჩვენი სტუმრები დღეს სხვადასხვა რაიონებიდან. სასიამოვნო ფაქტია, რომ მომავალი თაობისათვის ჩვენ შეგვიძლია მასმიძლობა, ჩვენ შეგვიძლია მათ გვერდში ვიდგეთ და გზა გავუკაფოთ მომავალი ბედნიერი და დიდი წარმატებებისაკენ. ტურნირში საქართველოს ყველა კუთხის მოჭიდავეები იღებენ მონაწილეობას. წელს მასში 225 სპორტსმენი მონაწილეობს. საიუბილეოა, უკვე მეხუთე ტარდება. ეს რა თქმა უნდა დიდი დამსახურება ამ ქალაქის ხელმძღვანელობის როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ასევე სპორტის ხელმძღვანელობის. მე მადლობა მინდა გადაუხადო და კიდევ ერთ დავუმატებდი რომ ყოველ წელს იმატებს მონაწილეთა რაოდენობა. წელს უკვე 240 მონაწილეა, ეს ძალიან დიდი შეჯიბრებაა. უკვე გამარჯვებულები სულ პირველად დაიწყო, უკვე წელს და გასულ წლებში უკვე ევროპისა და მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობა. ტურნირში 2004 და 1998-2000 წლებში დაბადებულები და 16 სხვადასხვა წონითი კატეგორიის სპორტსმენები მონაწილეობენ. 225 სპორტსმენიდან პირველ ადგილს 16 დაიკავებს, მეორე ადგილის მფლობელი 16 მოჭიდავე გახდება, ხოლო მესამე საპრიზო ადგილს 22 მოჭიდავე ელოდება. 25 მონაწილეა ჭიათურის ნაკრები გუნდი წარმოდგენილი. ელოდებით 5 ჩემპიონს მაინც ჭიათურის ნაკრები გუნდი და 8 ან 9 მედალს მესამე მეორე სინჯისხეს. შეხვდი ხობელს ძალიან კარგი შეჯიბრია. ყოველ წელს ვიღებ მონაწილეობას და წელსაც ვეცდები მოვიგებ. სრულად ვიღებ ამ ტურნირში მონაწილეობას, რა თქმა უნდა დადებული ორთაბრძოლებია. რა თქმა უნდა ბავშვებისთვის სტიმულია ეს. განსაკუთრებით მემზადებით ხოლმე ამ ტურნირისთვის და ალბათ ღმერთის გავაუნჯობესეთ ჩემს შედეგს. ახალგაზრდა მოჭიდავეების ტატამზე ორთაბრძოლას მსოფლიო ჩემპიონები ადევნებდნენ თვალს. ამ შეჯიბრის ფონზე იზრდება ჭიათურაში მოჭიდავეები, სპორტსმენები არიან უკვე საქართველოს ნაკრებში მოხვდნენ, რომლებიც მომავალ წელს ასაკში სტარტდება მომავალ წელს მსოფლიო პირველობა საქართველოში და შეიძლება ვიხილოთ ჭიათურელი ერთი მაინც ამ მსოფლიო პირველობაში მონაწილეა. ეს ყველაფერი გამოწვეული ამ შეჯიბრიდან გამომდინარე, რომელიც აქ ტარდება. ძალიან მომწონს კიდე ბავშვების გამოსვლა. ეთყობა რომ დიდი ჩემპიონები გახდებიან მალე. ფინალში ჩვენი სახელით თასსაც გადავცემთ გარკვეულ ნომინაციაში გამარჯვებულს და მინდა წარმატება უსურვო ჭიათურის სპორტსმენებს. რაიდე აბრამიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირის ორგანიზატორი ჭიათურის 27 სპორტული სკოლაა. ტურნირი ტრადიციულია და ის მომავალ წელსაც გაიმართება.